კახეთში რთველისთვის მზადება იწყება მზადა ყურძნის გადამამუშავებელი ქარხნები. ფერმერები მოსავალს 65 თეთრად ჩააბარებენ, სახელმწიფო სუბსიდია წელს კილოგრამზე 35 თეთრს შეადგენს. ყურძნის ჩაბარების ფასი და პირობებით საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა მიხეილ სააკაშვილი გურჯაანში ჩავიდა და მევენახეებთან ერთად ყველა იმ პროცედურას გაეცნო, რომელსაც ადგილობრივები ყურძნის ჩაბარების პროცესში გაივლიან. პრეზიდენტის სუბსიდირებული ვაუჩერების განახდების პროცესითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ წელს რთველს პირად კონტროლზე აიყვანს. ვაუჩერი 35 წელზე აყოთ, ხო? ჩარშალამდე იბარებთ. 60. ხო და წელს მოსავალი არის იმდენივე რა ჩარშალა, ხო გაგნაზურა 30%, იმდენივე დარჩა. და ეს იგი რას ნიშნავს? თუ გასაგების ბაზრები დაჩნდა რა. ეს რუსეთის ემბარგო თავის დროს აი მოგტეხა წელსში, ბოლომდე მაინც ვერ მოგტეხა, გავიმართეთ ისე რა. ეგ არის თავი. ლარი უკვე ისე რასაც ჩვენ კახეთში ხოლოს ვარაუდობთ, რომ ამაზე ხომოდა არასოდეს საკონო ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ეს რა. ძალიან მაგარი ყურძენი გვაქვს, უბრალოდ ბაზრები გვინდა გასაგების. თავი ხე ეგ არის. და დანარჩენი რიგები ხვალ ეწარა. ყველაფერი ნორმალურია და ძალიან კარგი არის. შაქრიანობას ვინ აღვწევს? ლაბორატორიაზე ის ლაბორატორიაზე. Am pretezit fără laboratoriu. Ara?